მოგესალმებით ტანკისტებო YouTube არ ხოთხამზე მე ვარ ჯოკერი და ეს არის გადაცემა რანდომის ღმერთი. დასაწყისში პატარა განცხადებებს გავაკეთებ. სამწუხაროდ ძალიან პასიურობთ. მე ამ გადაცემისთვის ასარჩევად მქონდა მხოლოდ და მხოლოდ 4 რეპლეი და ნამდვილად ღირსეული ავარჩიე, მაგრამ გთხოვთ რომ ცოტა გააქტიურდეთ, ვინაიდან მოთხოვნები ნამდვილად არ არის ამ გადაცემისთვის ძალიან ესე ვთქვათ რთული და შეუსრულებელი, ანუ უნდა იყოს 6 ფრაგი, მინიმალური მოთხოვნა ეს არის და რა თქმა უნდა, კარგი ბრძოლა. ამ შემთხვევაში აღნიშნულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს დღევანდელი რეპლეის ავტორის თამაში, მაგრამ იმდენად დინამიური და იმდენად ხარისხიანი ბრძოლა არისო, თქვენს დარწმუნდებით საბოლოო თამაში, რომ რავი, 5 წუთის გრძელდება სულ რაღაც მთლიანი ბრძოლა და ამ ადამიანმა მოახერხა 7600 დიმეიჯის გაკეთება. და თუ ვინმე ასეთ შედეგს მიაღწევთ, აუცილებლად გავაკეთებ თქვენ თამაშზეც ვიდეოს. ეხლა რაც შეეხება დღევანდელი რეპლეის ავტორს. ეს არის ქუთაისის კოლორიტი, ასევე ჯეოს კოლორიტი, სოციალისტური შრომის გმირი, გრემისა და ოსკარის მფლობელი, ასევე ოქროს გლობუსის ლაურეანტი, აპელა, იგივე პრიადიკანტი არის ნიკი, რითაც თამაშობს. და რავი, ჩემთვის ეხა ხუმრობის გარეშე ეს ადამიანი არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი, ვისაც ვიცნობ რუს სერვერზე ქართველებიდან. მას გამოცდილება აქვს სხვადასხვა ტოპ კლანებში თამაშის. შესაბამისად, ეთქმის ესე ვთქვათ, სიტყვა აღნიშნულ თამაშზე. სხვათა შორის სტრიმს გეგმავ, როგორც წინა გამოშვებაში დავაანონსე. გთხოვთ მომწეროთ ამ რეპლეის ამ ვიდეოს კომენტარებში დამიწეროთ რომელ საათზე გავაკეთო, რათა თქვენთვის კომფორტული იყოს. ასევე აღსანიშნავია რომ დავაანონსებ რომ პრიადიკანტი იქნება ესე ვთქვათ ჩემი თანაწამყვანი სტრიმის. პირველი სტრიმი მექნება მასთან ერთად. ვისაუბრებთ სხვადასხვა თემებზე, თქმა უნდა ჩვენი თამაშის გარშემო, არა მარტო. და რავი, მე იმედია მოგეწონებათ. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ბრძოლას, ჩვენი მოთამაშე იკავებს საკმაოდ სარისკო პოზიციას C3-ში. აღსანიშნავია ასევე რომ არაადეკვატურად იქცევენ მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეები, ვინაიდან ესე ვთქვათ, ძალიან ცუდ პოზიციაზე დგანან. რასტრელი არის ყველა ხაზიდან ამ ადგილას, არტილერიაც ძალიან კარგად აღდებს. თორმეტ შემში დროებულები არიან და გუნდებს ამ არტილერიას მოატულებენ. ასევე აღსანიშნავი არის ეასის სექტორად არაადეკვატური თამაში. ვერ ხვდები საერთოდ რა უნდა ამ ადგილას, იდეაში ძიმე ტანკების ადგილი, თუმცა ამაზე არის ქალაქი, სადაც არტილერია ვერ აგდებს. აქ რატო მოვიდა, ამბულად არ ვიცი. რაც შეეხება თამაშს, როგორც ვიცით, T22 ეს არის ძალიან იმბალანსური ტანკი, სამწუხაროდ 9-15-ში იგეგმება მისი დანერხვა, ინერხება სიჩქარე, ინერხება სტაბილიზაცია, ინერხება DPM-ი, გადატენა, გაიზრდება და გადატენის დრო და ნამდვილად არასამართლოა ეს, ვინაიდან ტანკის გამოყვანა ძალიან რთული, მე ვეცადე ამას, მივედი რაღაც 6 მისია დამჭა სადღაც, მაგრამ დავანებე თავი, ვინაიდან მართლა რთულია და შესაბამისი ტანკიც არის იმ სირთულიდან გამომდინარე. ჩემი აზრით ძალიან გაუმართლებელია მათი ეს გადაწყვეტილება და ვფიქრობ რომ უნდა გადაიხედოს ასე თუ ისე. და იმედია გადაიხედება კიდეც, ვინაიდან ეს ინფორმაცია არ არის საბოლოო, ეს არის სუპერ ტესტიდან ინფორმაცია და იმედია რაღაც შეცვლილებებიც იქნება. რა თქმა უნდა, ამის ნერვი კარგი არის იმ ადამიანების, ვისაც არ ყავს T22 ესერი, ნაკლებ პრობლემებს შეუქმნის ეს ტანკი, მაგრამ მისი მფლობელებისთვის ძალიან ცუდი ახალი ამბავია და უსამართლოა ჩემი აზრით. რაც შეეხება უშუალოდ ბრძოლას, როგორც ხედავთ, 5 წუთიც არ არის გასული და ამ ადამიანმა მოახერხა 7600 დიმეიჯის გაკეთება. ეს არის ძალიან კოლოსალური ციფრი ამ დროისთვის. აღსანიშნავია რომ ბრონი ამ შემთხვევაში ყველაზე ესე ვთქვათ გამოკვეთილი დადებითი თვისება რაც აქვს T22-ს ეს არის ბრონი და ამ შემთხვევაში აქცენტი არ ყოფილა ბრონზე, ვინაიდან რეალურად ამ ჯერაც ეს როლს სულ რაღაც ორჯერ იყო ვწდები რიკოშეტი.
ჯაკ ბეზიასმა 1000 გახურდა, ტიპი ყველა მოხდა, ჯაკ ტაიგერი ვერ გახურდა. ნუ ხო. ჩვენი რეპლეი ახლა დასასრულს უახლოვდება, როგორც ხედავთ, იყო დამერწმუნდა ძალიან დინამიური ბრძოლა, ძალიან აქტიურად ჩაერთო ჩვენი მოთამაშე ბრძოლაში, მთლიანად ბრძოლის განმავლობაში პირველ ხაზზე იმყოფებოდა და იმსახურებს ნამდვილად ამ გადაცემაში მოხვედრას. ეხლა რაც შეეხება პატარა ასე ვთქვათ ინფორმაციას გავაჟღერებ, რომ როგორც წინა ვიდეოში აღვნიშნე, კლანჯეოში მიმდინარეობს მოთამაშეების აქტიური აყვანა, რეორგანიზაცია მიმდინარეობს კლანში და ჯეო არის რუსულ სერვერზე ყველაზე ძლიერი ქართული კლანი ჩემი აზრით და ნუ თავაზობთ რომ გამოაგზავნოთ თქვენი მოთხოვნები და თუ დააკმაყოფილებთ შესაბამის მოთხოვნებს ესე ვთქვათ კლანს თავისი მოთხოვნები აქვს იმას თუ დააკმაყოფილებთ მაშინ აგიყვანთ კლანში გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი და ლაიქით ეს ვიდეო გადმოდით ჩემ Facebook გვერდზე რომელიც ჩემი YouTube არხის cover-ზე არის პატარა კვადრატი და იქ შეგიძლიათ დააჭიროთ და ჩემ Facebook გვერდზე გადმოხვიდეთ გამომიგზავნეთ თქვენი რეპლეები და მომავალ შეხვედრამდე